მოგესალმებით სპორტსპოტის მეათე ეპიზოდში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბიძინა ბარათაშვილი იქნება ყოველთვის სასიამოვნო თქვენი საუბრის მოსმენა ფეხბურთზე და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა მოწვევს. უნდა დავიწყოთ აუცილებლად ყველაზე აქტუალური თემით დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი PSG-ში. მისი სადებიუტო გოლიც ვიხილეთ და დღეს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ვიხილავთ 1 წლის შემდეგ. როგორ შეაფასებდით მის ტრანსფერს პარიზულ გუნდში და როგორ მოგწონთ მისი ადაპტაციის პერიოდი? მე მართალი გითხრათ, მომხრე ვიყავი და თავიდანვე საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი პარიზში მის ტრანსფერთან დაკავშირებით. მოგხსენებათ, რომ რამდენიმე ვერსია არსებობდა. იყო საუბარი იმაზე, რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული. ჩვენი გულშემატკივრები ითხოვდნენ მის წასვლას ან რეალში, რომელიც მას ბავშვობიდან უყვარს, ან ბარსელონაში, თუმცა იქიდან არანაირი შემოთავაზება ამ ეტაპზე ყოველთვის არ ყოფილა და მართალი გითხრათ, მე იმასაც ვერ ვიგებდი, რატო უნდა წასულიყო, ან როგორ უნდა წასულიყო რომელიმე ამ გუნდში, ხა რეალს 4 ისეთი შემტევი ყავს, რომელსაც ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ვინმე უახლოეს პერიოდში ჩაანაცვლებდა და ბარსელონას ისეთი პრობლემები ჰქონდა თავისი უკვე ნაყიდი ფეხბურთელების გაფორმებასთან დაკავშირებით, ოლმოს გახმაურებული თემა მაქვს ხედველობაში, რომ კიდევ ვიღაცის დამატებაზე ამ ფინანსური კრიზისის ფონზე ალბათ ლაპარაკი სერიოზული არ შეიძლება ყოფილიყო. პრემიერ ლიგასთან დაკავშირებით მე მქონდა ჩემი და მაქვს ჩემი მოსაზრებები. თან დიდი ხანი მე უყურებ ფეხბურთს და ჯერ არ მინახავს, რომ სერია A-დან უპრობლემოდ გადასულიყო რომელიმე ფეხბურთელი და ადაპტაცია მისი პრემიერ ლიგაში მოხდარიყოს ესე მარტივად, ხო, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოხდარიყო. ამის ძალიან ნათელი მაგალითებია იგივე შევჩენკო, იგივე კრესპო, ერონი, სხვები, რომლებიც მე უკან ბრუნდებოდნენ სერიაში და ისევ იბრუნებდნენ ვარსკვლავურ სტატუსს, მაშინ როდესაც მათი თამაში პრემიერ ლიგაში მეტი რო არ ვთქვათ, თანდამაყრებელი არ იყო. თუნდაც აი ლუკაკუს მაგალითად ვავიღოთ, რა ეფექტური იყო სერიაში ინტერთან ხო, ხედავთ, გადადის იქით, მერე ბრუნდება უკან, ისევ წარმატება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად განსხვავებულია, ვთქვათ, ეს ორი ლიგა კლასის თვალსაზრისით. აქ არის საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად სხვა ფეხბურთს თამაშობენ პრემიერ ლიგაში. შეიძლება არა ინგლისურს დღეს, იმიტომ რომ ინგლისელების ნაკლებობა ყველა წამყვანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ამ შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ სხვა სპეციფიკა აქვს ამ ლიგას და მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ძალიან წარმატებული იქნებოდა პირველივე ნაბიჯები, ვთქვათ, ხვიჩასი პრემიერ ლიგაში. ამ თვალსაზრისით, ვთქვათ, თუ შევხედავთ საფრანგეთიდან სწორედ და ფრანგული ლიგიდან ინგლისურში გადასვლის შემთხვევაში თითქმის ყველა გუნდში ძალიან წარმატებულად ადაპტირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ ლიგა 1-ში. და პლუს PSG-ს შემთხვევაში გარანტირებული ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიური მონაწილეობა, გარანტირებული რამდენიმე ტიტული, არაერთი წლის მანძილზე, როგორც ჩემპიონატში, ასევე 200 თამაშდა მოგხსენებათ საფრანგეთში და იქაც ყოველთვის მოწინავეთა შორის და მთავრესი ფავორიტია პარიზული გუნდი, ამიტომ ამ თვალსაზრისით სულაც ვერ და მუდმივად ჩემპიონთა ლიგაზე ხო, რა თქმა უნდა, მუდმივად თამაშობს იქ. მეორე მხრივ ისიც რომ ვთქვათ არ იქნებოდა არანაირი ვთქვათ ადაპტაციის დროს პრობლემები, ესეც არ მეგონა, იმიტომ რომ მესისაც გაუჭირდა რაღაც. ხო, ნუ იცი რა, მესის მაგალითი ალბათ არ არის მძლაც ახასიათო, იმიტომ რომ ის აპრიორი ჩავიდა იქ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ჩავიდა ცუდ ხასიათზე ბარსელონასთან არც თუ სასიამოვნო დაშორების ფონზე და პლუს ჩავიდა
და მე ვფიქრობ რომ ამაში კიდე თავისი საკმაოდ ესეთი გამჭრიახი გონება გამოავლინა ჩავიდა მეორე ნომრად სათამაშოდ არ ჩასულა იქ ლიდერად ის ჩავიდა მბაპეს მეპასეთ რაც ძალიან წარმატებით შეასრულა კიდეც ხო ის მისიაც რაც ეკისრა თავიდან ვთქვათ არგენტინის ნაკრების ლიდერობის კუთხით და შედარებით მშვიდად მომზადებისთვის მუნდიალის მატჩებისთვის და ასევე აი რაც უკვე აღნიშნეთ უამრავი გადაცემა მიაწოდა მბაპეს რასაც ეს დღესაც ადასტურებს ყველა ინტერვიუში რომელსაც ვთქვათ სხვა საშუალებებს აზრებს ხოლმე ფრანკი ფორვარდი მაგრამ ხვიჩას შემთხვევაში ხვიჩას ჩასვლა პარიზში ამ პირობებში როდესაც იქ არის ბარკოლა იქ არის დემბელე იქ იყო იმ მომენტისთვის ასენსიო იქ არის ვთქვათ გონსალო რამოში დუე ანუ კონკურენცია იქ რო იქნებოდა ეს თავიდანვე ნათელი იყო და ძალიან კარგიც არის იმიტომ რომ ჩვენ როდესაც განვიხილავთ ხვიჩას სოფლიო დონის ფორვარდად და ვთქვათ არის ოქროსბურთის მომავალ ну ფლობელად თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაცა იქ მაძიებელთა შორის მაინც ხო რაც ხო მაშინ თუ ამაზე ვლაპარაკოთ მაშინ კონკურენციას არ ნოგვეშინოდეს ხო იდეაში და ეს პირველივე მატჩებიდან ნათელი იყო ისიც ნათელი იყო რომ ამ ხელა ფულს ტყუილა ფეხბურთელში არ იხდიან თუმცა ამისი მაგალითი მაგალითი არის იგივე კოლომუანი რომელშიც კიდევ უფრო მეტი ფული გადაიღეს 15 მილიონი და ეგერ იჯარით არის იუვენტუსში სადაც ჩასვლისთანავე გაიხსნა და ეგერ ბოლო ორ თამაში 4 გოლი გაიტანა ხო მაგრამ და ისიც რომ ვთქვათ ხვიჩას ჩვეული პოზიცია გარანტირებული არ ექნებოდა და ესეც ნათელი იყო თავიდანვე გარკვეული თავისუფლება რომ მიეცემოდა ესეც ჩანდა იმიტომ რომ ჯერსენიკეს უყვარს ფეხბურთელებისთვის გარკვეული თავისუფლების მიცემა და პოზიციების სვლა რაც ჯერ კიდევ ბარსელონას პერიოდიდან მოდის და არა მარტო მისი არამედ მისი წინამორბედების დროსაც იგრძნობოდა კატალონიურ გუნდში და თქვათ აი ამ თავისუფლების ფონზე სავარაუდო იყო რომ ხვიჩა ისევე როგორც გუნდი მის მიმართ და ხვიჩა გუნდის მიმართ იპოვიდნენ აი იმ რაღაცა ოქროს შუალედს რომელიც გამოადგებოდა კლუბს და ეს დაადასტურა იმ გოლმა რომელიც აბსოლუტურ აღფრთოვანებას იწვევს არა მარტო ქართველ არამედ მათ შორის ფრანკ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს შორის ხო გოლი რომელიც გაიტანა ცრუცხრიანის პოზიციაზე იყო მაგ პოზიციაზე როგორ ხედავთ ხვიჩას და მოგწონთ იცი რა ჯერ ერთი მოდი ვთქვათ რომ სხვა პოზიცია იქ გარანტირებული მას არ ექნებოდა ხო პეჟე დღევანდელი არის საფრანგეთის ნაკრების საბაზო გუნდი ხო იქ შეიცვალა სტრატეგია იქ აღარ არის ნეიმარზე, მბაპეზე და მესიზე, ასეთ თიდონის ვარსკვლავებზე აქცენტირება. დღეს არის პირიქით გაახალგაზრდებაზე და ამ მათ შორის საუკეთესო ფრანგი ტალანტების მოწვევაზე. ის კოლომუანის გადმოყვანაც ამ თვალსაზრისით იყო. მე გაამართლა არ გაამართლა მეორე საკითხია, ხო? ამიტომ ის რომ თქვა დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების ფლანგის ფეხბურთელები დემბელე და ბარკოლა გარკვეულ უპირატესობას მიიღებდნენ მწვრთნელებისგან ეს ისეც ნატარჯესტი იქ არიან ისინი და მათ არანაირი ადაპტაცია აღარ ჭირდებათ ორივენი ფანტასტიკურ ფორმაში არიან დემბელე აგერ ასეთი პროდუქტიული არსად არ ყოფილა და არც ქონია ასეთი პერიოდი მას არც ერთ გუნდში რაც უთამაშია და ბარკოლა არის მომავალი ფრანგული ფეხბურთის ხო დღეს შედეგიც აქვს შესაბამისად ეხა ასეთ ვითარებაში გიჟი უნდა იყოს მწვრთნელი რომ თქვა რაღაცა კორექტივები შეიტანოს შესაბამისად სურცხრიანის გარდა იქ პირველ ეტაპზე მაინც ხვიჩასთვის სხვა პოზიცია არ ჩანდა ამიტომ ცოტა მიკვირს ხოლმე როდესაც ამბობენ რომ აი რა კარგია აი ჩამოიყვანონ რა ქვია ოსიმენი და დააყენონ იქ ძირითად ჩემპიონატს მე ვერ ხვდები ამ თქვა სურვილის უკან
რადგას გულშემატკივრების ეს ნიშნავს რომ საერთოდ ვერ ერკვევი ფეხბურთში და ვერ ხვდები და სადღაც ითამაშოს მაშინ ხვიჩამ ანუ 50 თავდასხმით ხوار ითამაშებს თქვა გუნდი ხო აქეთ იქით ეს ორი ფლანგის ფეხბურთელი რომლებიც უკვე ვახსენეთ გარანტირებული ის დუეს ახალგაზრდა პლუს კიდე დუე ყავთ ხო და კიდე ხა ოსიმენი ნამდვილი ცხრიანი მაშინ ეს სადღაც გარშხვარ დადგება ხო ანუ აპრიორი ჩვენ რომ უნდა შევიდეს კონკურენციაში და ამოაგდოს თქვა ბარკოლა და მიუხედავად იმისა რომ მე არა ვარ საერთოდ მოყვარული ამ ის რა ქვია რაღაცა შეთქმულებების თეორიების და ეს რაღაცა ბადაღებული თემა რომ ისე პას არ აძლევენ არავის ქართველს არც ერთ გუნდში და რაღაცას გვართმევენ იდენტობას ნებისმიერ კლუბში ხოლო ჩვენი ქართველების გამო ხა ეს რაღაცა იმის რა ქვია ბოდვების მე არ მჯერა მაგრამ თუ კი დაუშვებთ რომ ასეთი რამე შეიძლება სადღაც ხდებოდეს მაშინ პარიზული კლუბი ამის საუკეთესო ვარიანტია იმიტომ რომ იქ არიან საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები შეკრებილები და დიდი ხანი ერთად თამაშობენ როგორც კლუბში ასევე ეროვნულ გუნდში შესაბამისად თუ კი სადმე შეიძლება ეს მოთხოვნა არსებობდეს და თქვათ აი ამ კუთხით პრობლემების შექმნა სწორედ პარიზი არის ამისთვის საუკეთესო ასპარეზი მაშინ მაგრამ მე აი თორსა უფრო არ მჯერა ხოლმე ამ თეორიების გულისხმობ რას რომ აბსოლუტურად არ მიკვირს ის რომ ახალ მოსულ ფეხბურთელს ნაკლებად აძლევენ პას ვიდრე თქვათ უფრო ნაცნობ და შეჩვეულ პარტნიორს ეს ჩვეულებრივი რაღაცაა როცა შენ იცი რას გააკეთებს ფეხბურთელი იმიტომ რომ მასთან შეთამაშებული ხარ კარგად გინდა არ გინდა თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე ყოველთვის ირჩევ აი იმ უკვე ნაცნობ და შვიდ შედარებით გააწყვეტილებას ვიდრე სარისკოს რომ ეძებო რაღაც ახალი ფეხბურთელი რომელიც არ იცი რას გააკეთებს ეს ხდება არა მარტო ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით არის ნებისმიერ ახალბედასთან და ის რომ ჩვენ ხა ყველაფერი გვეჩვენება საჩვენოთ ხო ეს ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენ გულშემატკივრობთ ხვიჩას და ამიტომ გვინდა რომ ყველა პასი მიუვიდეს მას და ყოველთვის ის იყოს ყურადღების ცენტრში ასე სამწუხაროდ დიდ გუნდებში არ ხდება და არც დიდ გუნდებში და არც პატარა გუნდებში არ ხდება ეს არ არის თქვა ეს იშვიათობაა და თქვა გამონაკლისი რომელიც სწორედ წესს ადასტურებს ხოლმე ხო აი ხა იყო მაგალითად თქვა ბარსელონა რომელშიც ყველა ცდილობდა რომ მესისთვის მიეცა ბურთი და მე დანარჩენი იმან იცის ხო ხო ეხა ესე არ ხდება ხო ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი ამიტომ მე არც ის მეჩვენებოდა რომ თქვათ ნაპოლიში იყო რაღაცა შეთქმულება ხიჩას წინააღმდეგ საბოლოო ჯამში რომ დაითვალეს ის მარიო რუი რომელსაც აგინებდა დედას ნახევარი საქართველოს გაირკვა რომ ყველაზე მეტი საგოლე პასი მას მიუწოდებია ხიჩასთვის ხო ანუ ეს მე კი არ მიკვირს ესეთ რაღაცა მე თვითონაც დამიჭერია ჩემი თავი ანალოგიურ თქვათ რაღაცა შეგრძნებებზე მაგრამ მე როცა ამას აანალიზებ და თქვათ რაღაცნაირად უფრო ცივგონებაზე უყურებ ნუ ხვდები რომ ეს ჩვეულებრივი შემადგენელია ფეხბურთს. პოტენციალს როგორ ხედავთ PSG-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების? იცი რა დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერი არის მოსალოდნელი. ჯერსეთი პარიზული გუნდი იყო ფინალში უკვე ხო და წინა წელსაც ნახევარფინალში გამოვიდა. ვთქვათ ეხა კი ბატონო ანუ ის რომ ეს აუთსაიდერი იყოს და სად ვერ გადიოდეს ხა პლეიოფში ესეთი რაღაცა არ არის ხო? ეხა წელს რამდენად რეალურია ეს იმის გათვალისწინებით ხა ბრესტი უნდა გაიაროს ყველა შემთხვევაში ხო აქ ამ ბრესტი ვერ მოუგო მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ეს არ ნიშნავს მე ძალიან ვაფასებ ბრესტს და მისი გამოსვლა წლევანდელ გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის განსაკუთრებით პირველ ეტაპზე როცა ეს 8 გუნდში იყო კარგახნის მანძილზე ალბათ საუკეთესოდ ახასიათებს ამ კლუბს მაგრამ ნუ მაინც საბოლოო ჯამში
ხა უკვე მოვიდა ის ეტაპი, სადაც პრესის ადგილი აღარ იძებნება იქ, ხო? ამას ემატება თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ კვირის წინ ეგერ შეხვდნენ და 5-2 მოუგეს მისავე მოედანზე პარიზელებმა, ამიტომ ბრესტს მე სერიოზულად ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, სერიოზულად მეტოქეთ. მერე არის ან ლივერპული, ან ბარსელონა. ორი საუკეთესო კლუბი დღეს. კი, გავიგე, მაგრამ მოდი სხვა რაღაცაზე შევხედოთ. ბარსელონა კარგი, არის საუკეთესო გუნდი. მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში. ლა ლიგაში სულ 3 გუნდი თამაშობს მაღალ დონეზე, ხო? და ამ 3-დან მესამეა. ეხლა ეს ვიღაცამ შეიძლება გაიგოს ისე რომ მე როგორც მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვთქვათ რაღაცას აქ ვაკნინებ კატალონიელებს აბსოლუტურად არა მე ქართულად გულშემატკივრობ და ქართულ გულშემატკივრობაში გულისხმობ იმას რომ ჩემთვის ვთქვათ რახან იტალიური და ესპანური ფეხბურთისადმი ანუ ლათინური ფეხბურთისადმი უფრო მიდრეკილი ვარ თვითონ გემოვნების კუთხით მე ყოველთვის გულშემატკივრობ ესპანურ და იტალიურ გუნდებს რაც იქ წარმოუდგენელია იქ თუ შენ გულშემატკივრობ რეალს არ შეიძლება გულშემატკივრობდი ბარსელონას და მე ვთვლი რომ თუ საბოლოო ჯამში ეს ესპანეთს ეთვლება ეს მათი გამარჯვებები არა უშავს მოიგოს ბარსელონა შესაბამისად მე რაღაცა ზიზღი კატალონიური გუნდის მიმართ არ მაქვს განსხვავებით ახალი თაობის კომაგებისგან რომლებიც უფრო სხვა რაღაცა მასე გაიზარდნენ რა ქვია მაგალითებზე და სულ არ მიგვერს ახლა მე ხშირად დავდივარ უცხოეთში და განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში ხა დეკემბერშიც ვიყავით მაშინ ნოემბერ-დეკემბერში და იქ ხა წარმოუდგენელია რომ შენ კომოგობდე თქვა ბოკა ხუნიორს და გიხაროდეს მე რივერის გამარჯვება შეიძლება მოკლან მაგის გულისთვის მე ასე არ ვარ ანუ ამ ეს თავის მართლება არ არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა და იმიტომაც ვამბობ რომ ბარსელონა 3-დან მესამეზეა ლივერპულს მოუგო პლიმუთი მაგერ გუშინ და გააგდო იმიდან რა ქვია თასის გათამაშებიდან გასაგებია რომ იქ არ იყო ძირითადი შემადგენლობა გასაგებია რომ ის მატჩები რომელიც ბარსელონას არ გამოვიდა ასევე რაღაცა მიზეზების პოვნა შეგვიძლია თუნდაც იგივე ოლმოს ამბავი იქ ფინანსური fair play-ის ძველი რაღაცა კუდები და ასე შემდეგ მაგრამ დაუმარცხებელი არც ერთი არ არის და არც მეორე ანუ ამის თქმა მინდა ხა გასაგებია რომ ლივერპული თქვათ ლიდერობს პრემიერ ლიგას მაგრამ მე სულაც არ მგონია რომ ესეთი უშანსოა დაუშვათ ყველა მათთან ჭიდლში ჩემპიონთა ლიგის შარშანდებმა გათამაშებამ გვაჩვენა რომ დორტმუნდის ბორუსია რომელსაც საერთოდ არ ყავდა არც ერთი მაღალი დონის ნუ სოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავი გავიდა ეგრე ფინალში და პირველ ტაიმში ჯობდა იმავე რეალს რომელსაც მე გულშემატკივრობ კი ბატონო საბოლოო ჯამში რეალმა მოიგო რაც არ არის ახლა დიდად გასაკვირი ჩემპიონთა ლიგის ისტორიის გათვალისწინებით მაგრამ ნუ ფაქტია ისიც რომ ჯერ დორტმუნდი იქამდე მივიდა მოდი დავანებოთ თავი ხმო თამაშის შესაძლებელი ხო და აბსოლუტურად მშვიდად შეიძლება იქ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ ერთ-ერთზე იყვნენ მე ვესწრებოდი იმ თამაშს და უნდა ვთქვა რომ პირველი ტაიმი მოუგო დორტმუნდმა რეალს და იქ რო გაეტანა ეს რომელიმე გოლი კაცმა არ იცი როგორ დატრიალდებოდა მე თამაში ხუჩას ნეაპოლურ კარიერას რო გადავავლოთ თვალი როგორ შეაჯამებდით და იყო თუ არა დროული წამოსვლა მე ვფიქრობ იყო მაგაზე რომ აი ზაფხულამდე იცი რა მე ზაფხულში წასული ხო მე ზაფხულის მომხრე ვარ ზოგადად არის ზაფხულში დაბადებული ვარ და შეიძლება ზაფხული უნდა მიყვარს მაგრამ მეც იმათ აზრს ვიზიარებ, ვინც ფიქრობს, რომ ან წინა ზაფხულში, ან შემდეგ ზაფხულში ჯობდა წასვლა. ეს არის ამ შემთხვევაში ახსნადი ის უფრო სენტიმენტალური რაღაცა მოტივებით, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ხვიჩა დარჩენილიყო ნეაპოლის გულშემატკივრისთვის კერპად და თქვათ არ ყოფილიყო ასეთი გაღიზიანება და აი ასეთი რეაქციები და თუნდაც აი ის რაც ახლა ხდება კონტეს ბოლო პრეს კონფერენციებს თუ ადევნებ თვალს ან თქვათ იგივე სპორტული დირექტორის მიერ წინა კვირაში გამართულ პრეს კონფერენციას ხო იქ სულ არის ყველაფერი რომ აიცი რა ჩვენ ვერ შევცვალეთ ხვიჩა იმიტომ რომ ამ ხელა დონის ვარსკვლავის დაკარგვა გუნდისთვის უპირველად ვერ ჩაივლის იქ კი არ ქონდა თლაც შანტაჟს ადგილი მაგრამ რაღაცა დაახლოებით
ეს მინიშნებები აღიზიანებს გულშემატკივრებს. ეს არის მეორე მხრივ ვთქვათ წინასწარ თავის ხო, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ყველაფერი იმაზე, რომ ვერ მოვიგე ჩემპიონატი, რაღაცას უნდა დავაბრალო. ჩემი ბრალი კი არ არის, ეს არის ხვიჩას ბრალი და ან პეტრესი ან პავლესი, ხო? თუ ნაპოლი გახდება იტალიის ჩემპიონი, ხვიჩა გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე დაუგროვდა საკმაო თამაშების რაოდენობა იტალიის წლევანდელ სეზონში, ერთ სეზონში შეიძლება გახდეს ორი ტურნირის გამარჯვებული. ამიტომ მე გულსმელად გულშემატკივრობ და უსურვებ წარმატებას ნაპოლის, იმიტომ რომ ხვიჩა მიიღებს ორ ტიტულს, ბ შენელდება იმ ეგზალტირებული გულშემატკივრების თქვათ რაღაცა აგრესია თუ უკმაყოფილება, რომელიც ახლა დავამალოთ არ არსებობს, ხო, რეალურია. რაღაცის თქვათ მისი იმ მუყაოდან გამოჭრილი თქვათ ფიგურების მსხრევა ან ეს ხო ფაქტია, არ ვიგონებთ, არა. რა თქმა უნდა, ეხლაც არსებობს იტალიაში ნორმალური გაწონასწორებული და ჭკუადამჯდარი კომაგების ძალიან დიდი არმია, რომელიც რეალურად აფასებს მიზეზებსაც, იმასაც ხვდება, რატომ მოუწია ხვიჩასამ გაწყვეტილების მიღება. ისიც იციან, რომ ნაპოლი ძალიან იოლად ელევა თავის საუკეთესო ფეხბურთელებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო? მაგრამ იგივე იგუენის აი სკანდალი, როდესაც ლამის მისი ხო იგუენი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ მას აბსოლუტურად არ უნდა დარზე წასვლა და ეს იყო კლუბის გააწყვილება და თქვა დე ლაურენტისის მიერ გაჩარხული ძალიან წარმატებული ფინანსური თვალსაზრისით თქვა გარიგება, ხო, მაგრამ გულშემატკივრებმა აიღეს და მისი მაისური, რომელიც მე პირველად ნეაპოლში ჩავედი, ეს იყო ხვიჩას ჩასვლამდე. ეს იყო სწორედ ის სეზონი, როდესაც გონსალო იგუენმა დაამყარა რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით, რომელიც მერე გაიმეორა ჩირო იმობილემ. და დღემდე რჩება ეს მოქმედ რეკორდად, ხო? მისი მაისური ეკიდა მარადონას მაისურის გვერდით და მე ჩამოვიტანე და მაგ იმაზე მასივარზე მიკრული ეს მაგნიტი იგუაინის 9 ნომრიანი მაისურით, რომელიც იქ დეფიციტში იყო, გამოგვლიჯა ხელიდან იმას გამყიდვას. მაგრამ მაგნიტით ერთი 2-3 თვის მერე რომ თან 1 წლის მერე რომ ვენახე ვიღაცას მაშინ რა ქვია ნეაპოლში დღეს ვიღაც სხვა გეყოლებოდა და იმათ რა ქვია რესპონდენტად, ხო, იმიტომ რომ მისი მაისურები ჩატენეს იმაში რა ქვია კანალიზაციაში და ანუ იქ გულშემატკივრება სხვანაირად იციან. სიყვარულიდან სიძულვილამდე და პირიქით ერთი ნაბიჯია ნეაპოლში. ხო, ნუ ეხა ეს კიდევ ვიმეორებ, ესეც არის რეალობა. ევროპის ჩემპიონატზე მინდა გესაუბროთ, საქართველოს გამოსვლა. დავიწყოთ მოდი ჯერ მარტის თამაშებიდან. როგორ ფიქრობდით ჯერ ხვიჩას გარეშე, შემდეგ საბერძნეთთან ძალიან ძლიერად? საბერძნეთთან ნერვიულობდი. ახლა ნერვიულობით რა თქმა უნდა, იქაც ნერვიულობდი ხა ლუქსემბურგთან, მაგრამ ის რა მე იმ თაობის გულშემატკივარეო, რომლისას ლუქსემბურგის რანგის გუნდებთან დამარცხება ან დაუმატებლობა არის ხო, ნუ მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? თუ ლუქსემბურგს ვერ უნდა მოვუგო ლიხტენშტაინს და ანდორას, სადაც 6 კაცი ცხოვრობს მაშინ ჯამში ამ სამ ქვეყანაში, ახლა მაშინ რაზე ვლაპარაკობ, ხო? ლუქსემბურგი ჩემთვის არ იყო საზომი და ისიც რომ იცი რა, იქ პორტუგალელი ემიგრანტების შვილები თამაშობენ. პორტუგალიის პირველ ნაკრებს მოუგეთ აგერ და რონალდოთი და ემეთი და ხა ემიგრანტი პორტუგალელი რა უნდა შეგეშინდეს ამდენ არამდენ პორტუგალიიდან ჩასულიყო ამ ლუქსემბურგში ხა მთელი პორტუგალია ხარ გადასახდებოდა ეხა და ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის და იქ რაღაცის მე იმის მოტანა რომ იცი რა ერთ სულ მოსახლეზე რამდენი არის საშუალო შემოსავალი მაშინ რა ქვია ლუქსემბურგში თქვა ეს ანკბილის ტექნიკები არიან სოფლიოში საუკეთესოები ეს შეიძლება ხო კბილების იმაში თუ ეჯიბრები კი ბატონო შეიძლება კონდეს ოპერაციები ახლა მაგრამ ფეხბურთის თამაში არ შეიძლება რომ ლუქსემბურგმა მოგიგოს არ შეიძლება
მე ოსტოჩი ასე ვარ. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ჩემი კატეგორიულობა რაღაცით არის გამოწვეული და მე არა ვარ ობიექტური. მე არც ვამბობ, არც არასდროს არ მქონია არც ერთ საკითხზე პრეტენზია, რომ ჩემი სიტყვა არის თქვა რაღაცა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. მაგრამ თქვენ მე მკითხეთ ჩემი განწყობა და გითხარით, რომ მე ლუქსემბურგის თან წაგებას არ განვიხილავდი საერთოდ ეს რაღაცას. სხვა საკითხია საბერძნეთი, რომელიც შეიძლება ჩემი გემოვნების კაცისთვის სულაც არ იყოს რაღაცა სამაგალითო გუნდი, მაგრამ ის რისთვისაც ჩვენ ვისწრაფვით, არათუ ვისწრაფოდით იმომიჯი, თქვა ევროპის ჩემპიონატზე. გასვლა კი არა, მოგებული ქონდა იმ გუნდს, რომელიც ასევე არ თამაშობდა თვალსასეირო ფეხბურთს, ოტორ ხაგელის პირობებში, არ მოიგო ჩემპიონატი და გზად ზიდანები და ისინი გაისტუმრა იმაში, რა ქვია, სახში, ხო? შესაბამისად, საბერძნეთს მეშინოდა, გულწრფელად ვამბობდა, ვთქვათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი იმ თამაშზე, რომელშიც საქართველომ აი ასეთი ისტორიული ვთქვათ, ფურცელი დაწერა, ხო, საქართველოს ნაკრებმა და ველოდებოდით ისე როგორი ემოციები გქონდათ? არა, ველოდებოდი, მე ყოველთვის ველოდები, მე ყოველთვის ველი, როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, მე ყოველთვის ველოდები წარმატებას. ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიცი შეფასებად ვერ ხვდები, ვთქვათ, ესპანეთის ნაკრები ჩვენზე ძლიერია თუ არა, ხო? მაგრამ მე პორტუგალიასთანაც ველოდებოდი გამარჯვებას, თურქეთთანაც ველოდებოდი, ჩეხეთთანაც. სადღაც გამიმართა ოცნებები, სადღაც პირიქით, ხო? მაგრამ ფეხბურთი ის თამაშია, სადაც დავითის და გოლიათის ბრძოლაში არა აქვს გარანტირებული გოლიათს არაფერი. ევროპის ჩემპიონატზე რა სიტყვით სანიოლის ბევრი სადავ გადაწყვეტილება იყო მაგალითად აი გამოძახებებთან დაკავშირებით ელოდებოდნენ რომ სანიოლი წავიდოდა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თუმცა ნახეთ რომ რჩება ის. იცი რა, ხო, იცი რა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. შესაბამისად, ის რაც ის სიხარული, რომელიც მოუტანა ქართულ კომაკთა არმიას და მთლიანად ქვეყანას, სანიოლმა იმსახურებდა იმას, რომ უპირობოდ მასთან გახანგრძლივებულიყო ხელშეკრულება. არის თუ არა ის ჩემთვის საოცნებო მწვრთნელი, მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, საერთოდ არ მესმოდა საგდიპოვეს და რატო მოიყვანეს. მერე ისევე როგორც ვთქვათ, არგენტინელებმა თავის დროზე ბოდიში მოუხადეს ბილარდოს, მეც ბოდიში მოუხადე და ახლა ზუხთის საჯაროდ ვთქვათ ვილი სანიოლს იმ სკეპსისის გამო, რომელიც მე მქონდა. თუმცა კი არ გამნელებია ეს. მაგრამ შედეგი დადო ისეთი, რომელსაც ყველაფერი გაძამიფარა. ანუ მე ერთ თვე ვიყავი გერმანიაში და ამდენი ქართველი იქ 45 წლის მერე არ ყოფილა, რა ქვია, ხო? გიტლერთან გამარჯვების შემდეგ და ესეთი წმინდა ქართული მარშები, რომლებიც იმართებოდა ყველა ქალაქში, სადაც კი საქართველოს ნაკრები ჩავიდა, არც მაშინ არ ყოფილა. იქ მაშინ დადიოდა ტანკით ეს რა ქვია, მას გოდერძი მახარაშვილი და დაზოდა მამამისი და ჩვენ ჩავედით და არ ვიცი, მე მსგავსი სიამაყით გზნობა და ესეთი სენტიმენტები, მე არა ვარ საერთოდ სენტიმენტალური ადამიანი, პირიქით რაღაცა უფრო ესეთი სარკასტული და რაღაცა ცინიკური დამოკიდებულება გამომარჩევს ხოლმე, კარგია, ცუდია, სხვა თემა, ანუ რაც არის. ამიტომ ჩემგან კიდევ უფრო გასაკვირი იყო, იმიტომ რომ თვალსრემლიანი დავსდებდი ამ ბავშვებს და მონაწილეობდი ყველაფერში, ყველა იმ ვთქვათ დემონსტრაციას თუ რას და რა ქვია, არ ვიცი მაგას და ყველა თამაშის წინ ასეთი საყოველთაო სიყვარული ერთმანეთის მიმართ, ასეთი ერთიანობა, ასეთი ოპტიმიზმი, სიხარული მე არ მინახავს არსად. და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთი არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა, იმიტომ რომ არაფერს დანარჩენს დიდი ბოდიში სხვა სპორტის წარმომადგენლებთან, კომაგებთან, არაფერს სხვას ასეთი შედეგის მოდანა არ შეუძლია. გეთანხმებით სრულიად ამაყად გამოვედით და ღირსეულად გამოვედით, რა შედეგიც არ უნდა ყოფილიყო, ის თუნდაც გარეთ იგრძნობოდა გულშემატკივრიდან, მე მოიტანზე ფეხბურთელებისგან რაღაც ერთად ლამაზი შეგრძნება. კი, ეს არ არის. მე არ ვამბობ, რომ თქვათ ასეთი
ზეიმი, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ, წმინდა სპორტული შედეგებიდან გამომდინარე და თქვათ მისი ადეკვატური იყო. არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესე რომ შეაფასო თქვათ, ხო, 4 თამაშიდან რომელიც ჩავატარეთ, 2 წავაგეთ თან ესეთი ორბურთიანი და სამბურთიანი სხვაობით, რაც არ არის ახლა დიდად გასაყარელი. ფრედ თამაშეთ 12 სეივით მასთან, რა ქვია, ჩეხეთთან და მოუგეთ პორტუგალიას. ვიღაცა იმასაც გეტყვით, რომ პორტუგალიას არ ქონდა мотивация. მე ასე არ უყურებ. ამას არ ვთვლი. მე გეტყვით საპირის ჩემი განწყობა მიუხედავად იმისა, რომ გითხარით, რომ მე უფრო ცინიკური და რაღაცა პრაგმატული მომენტები გამომარჯვეთ, ჩემი დამოკიდებულია ამ შემთხვევაში ალბათ ასევე სუბიექტური, ხო? არის მეორე პოლუსისკენ მიმართული. მე ვთვლი, რომ ჩვენ საერთოდ უნდა მოგვეგო თურქეთისთვის, იმიტომ რომ არაფერს არ ჩამოვარდებოდით და კი, ხო, ნუ ეხა ესეთი გოლები სად არის? არაფერს არ წერია და ჩვენ მქონდა საოცარი მომენტები, მათ შორის ქოჩორაშვილის აი ეს რაღაცა დაუვიწყარე ჩემთვის, ალბათ ყველაზე უფრო ლამაზი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შექმნა საერთოდ ამ ტურნირზე, ხო? აი როცა იქ მე მას ხარეს აისხლეთ ეს ბურთი, ხო? ასევე იმ 12 სეივს პლუს კიდე მე გავანეიტრალებდი ლობჟანიძის მომენტით, რომელიც ბოლო წუთზე იყო და იქ მე არაფერი აღარ უშოლიდა რანერ მას რა ქვია ჩეხეთს. პორტუგალიას ყავდა მოედანზე რონალდო, რომელიც 40 წელს გადაშორდა 200 მილიონი ღირს, ეხლა კიდე და ყველა თამაში გოლი გაგდა, ჩვენთან ვერ გაიტანა და ეხა გოლის ყურვილი არა აქვს რონალდოსო, ეს ამას ვინმე თუ იტყვის, იმან ფეხბურთს არ დაეცეს, ხო? და კიდე იმას რა ქვია ესპანეთთან თამაშგარეზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას და თქვათ იქ იტეს ტრავმა რომ არა, ის გოლი ან გავიდოდა ან არა. ანუ ბევრი მომენტია, შენ საიდან შეხედავ რაღაცას, ხო? ამიტომ გვაქვს თუ არა საზეიმო, გვაქვს. და არ ღირს ამის შედარება რაღაცას ნიცრეს ამოთა მარცხი აღნიშნე და ჩვენ აღნიშნეთ, მარცხი არ აღნიშნეთ, ჩვენ აღნიშნეთ ჩვენი ნაკრების და ჩვენი გულშემატკივრების წარმატებული მოგზაურობა გერმანიაში, სადაც ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ 3 გუნდზე ლაპარაკობდნენ. მე არ გულისხმობ ახლა ესპანეთს, რომლისგანაც ყოველწლიურად ელოდები, ახლა ორგზის ევროპის ჩემპიონი ZZ, რაც არავის არ გაუკეთებია, ანუ ჯამში 3 გზის იმ მომენტისთვის, როცა ხო, ახლა 4 გზის გახდა. და შუალედში კიდე საფრანგეთის ჩემპიონატს მომგები, ახლა ასეთი ნაკრებისგან კარგ თამაშს ელოდები ბუნებრივია, რაც არ უნდა თაობათა ცვლა იყოს იმ ქვეყანაში იმ დროისათვის, ხო? მე ევროპის ჩემპიონატს გულისხმობ. ამიტომ ის რომ ესპანეთზე აღმატებულად ლაპარაკობენ, ეს ბუნებრივია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ როცა იტალია სამარცხვინო ისეთ ემშვიდობება ჩემპიონატს, რომ სამშობლოში ვერ იგებენ, იყო იქ ჩასული თუ არა, ინგლისი ბელინგემის იმაზეა დამოკიდებული, რა ქვია, მსაჯის დამატებულ დროში გამთანაბრებელ გოლებზე, როცა ჩვენზე გაცილებით წინ დგომი ქვეყნები ვერ ახერხებენ ვერაფრის დატოვებას კვალის და ლაპარაკობენ ჩემპიონატის მერე თურქეთის, ავსტრიის, საქართველოს ნაკრების წარმატებაზე, როცა ჩვენი მეკარე, ნუ მართალია ვერ ხვდება საბოლოო ჯამში მაშინ რა ქვია, სიმბოლურში, მაგრამ ყველაზე მეტი სეივი აქვს. როდესაც ჩვენი ბომბარდირი თანა ბომბარდირია მის რა ქვია, ჩემპიონატის და ყველა თამაში ამის გოლი გააქვს, ხო? როცა ეს ხვიჩას თქვათ დრიბლინგებზე იმის რა ქვია, ჩაკვეტაძის და ქოჩორაშვილის მოგებულ დუელებზე დაცვის თქვათ დამაჯერებელ თამაშზე ლაპარაკი. უნდა იზეიმ, აბა რა უნდა გაკეთო? აბა რა უნდა იზეიმ მაშინ? სხვა. დღეს როგორ შეაფასებთ ქართული საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობას და ქართული საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობას მე სამწუხაროდ ვერ ვიზეიმებ, აი თქვა ახლა ზეიმზე ვლაპარაკობდით და იქ საზეიმო არაფერი არ არის. ქართული საკლუბო ფეხბურთი არის ჩემი გადმოსახედიდან სავალალო მდგომარეობაში და
საამაყო მან დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული გვაქვს 1-2 ისიც დინამოსთან დაკავშირებული პირველ რიგში მაგალითად მივიწყებული რატომღაც DST თასის ძალიან დამაჯერებელი მოგება ფანტასტიკური დინამოთი რომელსაც ყავდა ვარსკვლავური შემადგენლობა იმ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში და იმ ტურნირზე არ დაგვეუძდეს რომ დინამო არის ის ერთ-ერთი გუნდი რომელიც გავიდა ევროტურნირებზე თქვათ მეორე ეტაპზე და ეხა იქ მე ჯგუფში წააგო თუ არ წააგო ნუ ხა ხო და ეხა დღეს გვაქვს თქვათ საოცნებო ის რასაც აი ჩემს მიერ ნახსენები სამკაციანი მოსახლეობის ქვეყნები ყოველწლიურად კონფერენს ლიგაზე ხო გიბრალტარის ყველა გავიდა ნუ გიბრალტარში მე ვიყავი გიბრალტარში და მაიმუნი უფრო მეტი არის ვიდრე ადამიანი იქ არის რაღაცა ეს ნუ რო ჩადიხარ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა თქვათ აი ამ ასაფრენი ბილიკის ადგილი არ არის პირდაპირ ზღვიდან ფრინდება ეს რა ქვია თვითფრინავი და ნუ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა არის ეს მართლა ამ ძალიან საოცარი სანახაობა ჩვენც გქონდა აფხაზეთში იყო მაიმუნების ძალიან შთამბეჭდავია მართლა ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მაგრამ ნუ რიბოლტაში ხალხი არ ცხოვრობს ადამიანები არის ცოტა ხალხი არის ესპანეთიდან ჩამოყვანილი ნატურალიზებული ფეხბურთელები ნუ როგორ შეიძლება გიბრალტარის გუნდი გადიოდეს სადღაც და შენ მე იმას კი არ ვამბობ რომ გიბრალტარს უჭირს რამე ხო ეს ინგლისის პროტექტორატის მქონე ქვეყანაა და უნდა არის აი თქვენი სტუდიის ხელა ხო და ხა ამიტომ ხა არ შეიძლება იმისი გშურდეს არ უნდა გშურდეს გიბრალტარის ხო ნუ ლუქსემბურგზე აღარ დაპარო ყველგან გადის ეს დუდელანჟები და ესენი თქვა ხო იქ ფარერის კუნძულები მაგრამ რა შორს მიდიხარ ჩვენ მოგვიგო 6-1 ხო მეტი რომ დაგემართოს ხა ამაზე უარეს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთის რო გადავიდეთ თქვენი საყვარელი თემა ალბათ მაინც ნუ ეხა დღეს რა თქმა უნდა ნეიმარის დაბრუნება სანტოსში ელოდებოდით მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი თამაში ვერ მოიგო რა დაბრუნდა იქ მე მართალი გითხრათ ნეიმარს უფრო ველოდებოდი MLS-ში ინტერში იმიტომ რომ იქ იყო საუბარი იმაზე MNS-ის დაბრუნებაზე და კარგი იქნებოდა ამის ნახვა თუმცა ის სენტიმენტი რომელიც არსებობს ხო ხანუ პელეს გუნდში დაბრუნდა თავის გუნდში დაბრუნდა და 10-იანით დაბრუნდა ჯერ 10-იანი პელეს გუნდში საერთოდ რომ მისცეს ფეხბურთელს ეს არის მისი აღიარება და დაბრუნება სანტოსში ეს არის აი არ ვიცი ბრაზილიისთვის ყოველ შემთხვევაში წლის მოვლენა და მე წარმომიდგენია მისი ემოციები რა შეიძლება იყოს იმიტომ რომ რელიგიაა იქ ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთი და მე სანტოსში არ ყოფილ სანტოს თამაშზე ვიყავი პალმეირასის მოედანზე იქ 0-0 დამტარდა მეგონი ვერავის ვერ ვიგებს სანტოს უნივერსიტეტში მაშინ მოიგო მე რო ვიყავი და ეხაც პრეებს თამაშობს მაგრამ იქ სხვა რაღაცაა ფეხბურთი იქ არის თამაშზე აი რო ნახოთ თამაშზე როგორ მიდიან თქვა არგენტინაში ბრაზილიაში ხო ურუგვაიში მე სტადიონზეც ვარ ნამყოფი და მათ მუზეუმშიც მაგრამ თვითონ თამაშებზე არ ყოფილი ვარ ისა დაემთხვა რომ ხა თითო დღით ორი დღით ჩადიხარ და მაშინ როცა საშაბათკვირია ხო იქაც ტურები შაბათკვირას იმართება და ეხლა როცა გაგარჩევანი არგენტინაში წახვიდა ფეხბურთზე ბრაზილიაში თუ ურუგვაიში მაინც გირჩევნია იმიტომ რომ ურუგვაის ჩემპიონატი თუ გინახავთ აი ბურთი ძალიან ძლიერად ეს არ ეხება სენტენარიოს სადაც იმართება თქვა ნაციონალისთან პენეროლის თამაშები მორიგებთ ორივეზე აქვს თავის სტადიონი მაგრამ აი პატარა გუნდების ხო რომ დაარტყა ძლიერად ლაპლატაში ვარდება ბურთი იმიტომ რომ ეს არის რა ქვია სანაპიროზე ძალიან რაღაცა არ აქვს თქვა ტრიბუნა არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობაზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად პირველი მატჩის შემდეგ ელოდით თუ არა მე კიდე გონებ საქართველოს ნაკრებისგან არგენტინის ნაკრების ყოველთვის ველოდები წარმატებას ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის მოდის მსგავსი ფინალი გინახავთ მსოფლიო ჩემპიონატის
მე არ მინახავს მსგავსი ფინალი ასეთი დრამატიზმით სავსე ოღონდ მე ვიცი რომ არგენტინას ვერ იგებს სხვანაირად არ შეუძლია არ უნდა დერები დაგაგლიჯოს ჭკუაზე შეგარყიოს და ისე გახდეს ჩემპიონი დამთავრებული თამაში უკვე სამი თამაშია სამჯერ გახდა ხო სოფლიო ჩემპიონი სამჯერ ესე იყო 78-ში რენსემერიკმა 91 წუთზე მოარტყა ძელს და დამატებითში მოუგეთ გასული იყო ის გოლი არგენტინა კარგავდა ჩემპიონობას 86-ში 2-0-ს იგებდნენ 2-2 გახადეს და რომარა ისე მარადონას პასი და მე ბურუჩაგას გაქცევა და გატანა იქაც შემოტრიალებული იყო თამაში და ფსიქოლოგიური ოპერაცია გერმანელთან თან ხა როგორ წარმოგიდგენია 2-0 ამოგიღაჩა ამოგეტრიალა რუმენიგემ და მან რა ქვია ფიოლერმა და ამ გუნდს და მატეუს უგებ რატო იმიტომ რომ მარადონა ყავს იმიტომ რომ აქ გყავს მესი იქ ყავდა კემპესი იყო თუ არა დასასრული ეგ მესი რონალდოს ეპოქის ასე თქვა დასასრული იმ კუთხით რომ მესიმ დაასრულა დავა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით იცი რა დავა საერთოდ დავა მე არ მესმის როგორ შეიძლება იყოს ამ თემაზე დავა და არა იმიტომ რომ მე ვარ მესის გულშემატკივარი და არა იმიტომ რომ იქ რვა ბურთი და მე მგონი რუმენიგემ თქვა ყველაზე კარგად რომ მესის ვადარებენ პელეს და მარადონასო და რონალდოს ადარებენ მესის. ამიტომ თავდება იქ ლაპარაკი იმაზე, რომ რონალდოს არ ადარებენ მარადონას და პელეს. ამას ადარებენ. ეს იქ არის. ეს არ ნიშნავს 40 წლის ასაკში საოცრებელს აკეთებს რონალდო. საოცრებელს. მე რონალდოს მიმართ კი არ ამაგეს. აი ხთითო გამოვიდა რა, თქვა რომ მე ვარ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ის არ ამბობს ეგეთ რაღაცებს. კი ბატონო ბიძინა ჩვენი გორბალი დავატრიალოთ ჩვენი სპონსორების რაღაცა სეტანტა სპორტის კითხვა კი ბატონო ჩვენი სპონსორის მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანამშრომლობისთვის მეც გადავუხდი მადლობას მათ თანამშრომლობისთვის თან ჩემი მეგობრები არიან ბევრი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თქვენთვის ვინა ზოგადად სოფლიო მასშტაბით და მინდა დამისახელოთ ქართველი მესი მარადონა მე ვერ მაშინ იმიტომ რომ ეხა ბოლოს ვიყავი არგენტინოს ხუნიორსის სტადიონზე და იქ ის არის სალოცავი ანუ ეხა ვარ ეხა ვიღაც გიჟმა ეკლესია გააკეთა მენდოსაში მე მგონი ეხა მან ვერ წავედი ეხა და თვითონ იმაზე სტადიონზე არის დიდი ეს არის რა ქვია ფოტო მარადონასი წინ დევს რაღაცა ანუ მოდის ხალხი რაღაცა სტოვებენ ნუ სანთლები და როგორც ეკლესიაში დასაჯდომი აბსოლუტურად კედლებზე რაღაც მაისურებს და იქ ეუბნები რომ რაღაცა დატო ხო და რამდენად აფერ მქონდა და მქონდა ჯიბეში დამაკ მან როცა ჩადიხარ თავი პასპორტი არ დაკარგო თორე ვეღარ ჩამოყვალ უკან და თან ქურდობა ახლა ესეთია რა ქვია ჩაოლებრივი ამბავი და ამიტომ როგორც წესი დამახოლმე ეს პასპორტის ასლი ბონბორზელი ის დავტოვე იმიტომ აფერ მქონდა მეტი და დავტოვე ეს რა ქვია წარწერით იქ დიეგოს ხო და ეხლა სადაც ეკლესიაში ვიყავი ეხლა კაცის იმას რანაირად შევადორო ვინმე და რაღაცა მაგრამ მეორე მხრივ მესის რა უყო და ამიტომ მესი მარადონა ერთად რომელიც გინდა ის იყოს ქართველი იცი რა მე ბევრს მოისწარით დათო ყიფიანის ნახვის შემდეგ არ შეიძლება რომ ვინმეზე ვთქვა არა იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობდი მისი შვილები ჩემი მეგობრები არიან და არა მე მსგავსი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ადამიანი არ მინახავს მე მსგავსი გაქანების ფეხბურთელი მით უმეტეს ეს დიაპაზონი რომელიც მას ჰქონდა საოცარი დიაპაზონი ჰქონდა და თან კვირაში ერთხელ ვუყურებდი და მე ხვდები რომ თურმე რასთან გაქვს შეხება და განსაკუთრებით იმ კრიზისის ფონზე რომელიც მე მოვიდა და ფარერები და ესენი გამოჩინა ხო რაღაც ლუქსემბურგები იმიტომ ვამბობ მე ამას როცა ვხედავდი ვოვა გუცაევი მე მსგავსი გარემარბი არ მინახავს ძალიან მიყვარს ვიჩა კვარაცხელია
მიმაჩნია რომ უდიდესი როლი მანდ ჩაკვეტაძე ითამაშეს იმაში რომ საერთოდ დაბრუნდა ფეხბურთი საქართველოში, იმიტომ რომ უვარსკვლავობის ხანა იყო და ხან პამიდორს თესავდნენ იმაზე დინამო სტადიონზე და ხან კარტოფილს და რაღაცას, ხო? ნუ ყოველთვის მოთხოვნები ასეთი იყო, ხო? და რატო ფეხბურთში ფული არ ჩავდოთ ეს და მოვიდნენ ეს ბიჭები, რომლებმაც გამოანათეს და უკან დააბრუნეს ეს ყველაფერი, მაგრამ მე იმ ეპოქის კაცი ვარ, რასაც ეხა იბრუნებ თქვენ. მადლობა ბატონო ბიძინა მოგბრძანებისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. კარებოდა და ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა საუბარი ფეხბურთზე. მინდა და წარმატებები გისურვოთ და იმედია კიდევ მოგვიწევს საუბარი კარგ თემებზე და სიამოვნებით. წარმატებები თქვენ გადაცემაზე, დიდი მადლობა. მადლობა დიდი. Stay strong. Protein mdidari.